განათლების და სკოლების ნაცვლად მივიღებთ დროებით ასაწყობ სკოლებს. 22 მილიონი ნახევრიანი შესყიდვა უკვე არის ოფიციალურად გამოცხადებული და შესყიდვების ვებგვერდზეც განთავსებულია ეს ინფორმაცია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ დროებითი მოდულური სკოლები უნდა განათავსონ პირველ რიგში იქ, სადაც მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია. შესყიდვაში არ არის ცალკე ატვირთული დოკუმენტაცია, სადაც შესაძლებელი იქნებოდა გვენახა თუ როგორ გამოიყურება ეს მოდულური სკოლები, რომლებიც დროებით უნდა განათავსონ იმ ტერიტორიაზე, სადაც წესით უნდა აშენებულიყო აქამდე სკოლის შენობები, ამიტომ მხოლოდ სხვა მაგალითებით შეგვიძლია გავიგოთ, რასთან გვაქვს საქმე. სავარაუდოდ ეს იქნება კონტეინერები, რომელსაც ექნება საკლასო ოთახის სახე და სწორედ ამ კონტეინერების საშუალებით აეწყობა დროებითი მოდულური სკოლები. 600 საკლასო ოთახის მოთხოვნა არის ჩადებული შესყიდვაში, დამატებით 100 ადმინისტრაციული კონტეინერი და 50 სანიტარული. ეს არის მოთხოვნა და ჯამში 22 მილიონი არის გათვლილი ამ შესყიდვისთვის. მკვლევარები და განათლების ექსპერტები საუბრობენ რისკებზე. ამბობენ, რომ ეს არის ორმაგი ხარჯი, წესით უკვე განათლების სამინისტროს თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა მოეხერხებინა ის, რომ დაესრულებინა სკოლების რეაბილიტაცია და ბავშვებს არ უნდა უწევდეთ დროებით საკლასო ოთახებში სწავლა. ასევე მკვლევარები ხედავენ კორუფციის რისკებს შესყიდვაში გათვალისწინებული პირობების გამო, მათთვის უცნაურია ჩანაწერი 22 მილიონიან შესყიდვაში მხოლოდ 90,000-იანი გამოცდილების მოთხოვნაზე. ორმაგი ხარჯი არის, ანუ დროებითი კონსტრუქციები არის, ეს დროებით უნდა ააშენონ, ხოლო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაწყებული აქვს იმ სკოლებზე, ისინი უნდა გაგრძელდეს. ანუ აქ არის ძალიან მარტივად დგას საკითხი, რომ ჯერ პირველი რომ არ დასჯილა არავინ საერთოდ ვინც ის სკოლები ვერ ააშენა. მერე მათ გამო, ანუ სახელმწიფოს უნარობის გამო და სისტემის ჩამოშლის გამო ორმაგად კიდევ 22 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ. იმაში რაშიც უკვე ფული გადახდილი გვაქვს და ის სკოლები ამდენი ხნის განმავლობაში უკვე აშენებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არავინ არ დაისაჯა, რომ სკოლები ვერ ააშენეს, ეს ფული სახში წაიღეს, შეჭამეს და ეხლა შემოგვასახეს ეს 22 მილიონიანი რაღაც სიკეთეთ, რომ თურმე აი ნახეთ რაღაცა სკოლებს ჩამოიტანენ, თანამედროვე რაღაც ის იქნება, პანელური სისტემა. ათასობით ბავშვი ვერ დაბრუნდა საკუთარ სკოლაში, იმიტომ რომ უაზრო წლების განმავლობაში გაჭიანურდა რეაბილიტაციის პროექტები, გაჭიანურდა ნებისმიერი ინფრასტრუქტურული მცირეცვლილება სკოლაში და ამ ფონზე როცა აანონსებს ხელისუფლება ახალი სკოლების, მოდულური სკოლების მშენებლობას, ერთი რომ ბადებს გარკვეულ ეჭვებს, გამომდინარე იმ მარტივი გარემოებიდან, რომ ძალიან კარგად ვიცით, თითქმის ყველა მესამე მაღალჩინოსანი ხდება პატიმრობაში იმის გამო, რომ კორუფციაშია ის ჩაფლული. აქვე ჩნდება დამატებითი კითხვა, რომ იქნებ ჯერ დაწყებული პროექტები უნდა დასრულებულიყო და შემდგომ უნდა წამოეწყო ხელისუფლებას ახალი პროექტები, მაგრამ ისევ მივდივართ ფულთან და რა თქმა უნდა ძალიან გონივრულია საზოგადოების ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე გვექნება ახალ კორუფციულ გარიგებებთან. შესყიდვის დოკუმენტაციაში ჩანს, რომ მოთხოვნილია ისეთი კონტეინერები, რომელშიც შესაძლებელი იქნება 10-12 მოსწავლის განთავსება და ერთი მასწავლებლის ასეთი 600 სასკოლო ოთახი და მოდული უნდა დამზადდეს. შესყიდვაზე წინადადებების მიღება კომპანიებისთვის დაიწყება ოფიციალურად 23 სექტემბერს და სექტემბრის ბოლოს უკვე უნდა ვიცოდეთ, ვის ხელში აღმოჩნდება ბიუჯეტის 22 მილიონი ლარი. პირდაპირ ეთერში ლიკა ჯანყარაშვილი საუბრობდა.